იტალია 1956 ფოტოგრაფის სერგო ქობულაძე. გამოფენას გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის კვლევითი ცენტრი მას მისვლობს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი 1956 წელს ვენეციის მე-18 ბიენალეზე ხელოვანის მიერ გადაღებული ფოტოები. გამოფენაზე დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ნახოს, როგორი იყო ქართველი ფოტოგრაფის თვალით დანახული 50-იანი წლების იტალია. გამოფენა 21 თებერვლამდე გაგრძელდება. გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნულ კვლევით ცენტრში გაიხსნა გამოფენა, რომელიც ეძღვნება მხატვარ სერგო ქობულაძის ფოტოების წარდგენას საზოგადოების წინაშე. სერგო ქობულაძე არ არის უცხო საზოგადოების ზოგადად ყველა ქართველი თუ არაქართველი ხელოვნების მოყვარულისთვის, მაგრამ როგორც ფოტოგრაფი ის ფაქტობრივად დღეს პირველად წარმოადგენს საზოგადოების წინაშე. გამოფენა ეფუძნება კვლევას სერგო ქობულაძის პირადი არქივისა, რომელიც ინახება ჩუბინაშვილის ცენტრში. ამ არქივზე კვლევა დიდი ხანია მიმდინარეობს და სწორედ აქ გამოიკვეთა ეს მასალა. ეს არის ისტორიულადაც ძალიან საინტერესო და მხატვრული თვალსაზრისითაც. აქ არის 1956 წლის იტალიაში მოგზაურობის დროს გადაღებული ფოტოები სერგო ქობულაძისა, რომელიც მრავალი კუთხით არის საინტერესო. ეს გამოფენა ეხება ძალიან მნიშვნელოვან პერიოდს, როდესაც სერგო ქობულაძე 1956 წელს ვენეციის ბიენალეზე იმყოფებოდა თავისი ნამუშევრების წარსადგენად. მან შეძლო ემოგზაურა და გადაეღო იტალიის ყველაზე ლამაზ ქალაქებში ფოტოები ვენეციაში, რომში, ფლორენციაში. შესაბამისად, ჩემთვის, როგორც იტალიის ელჩისთვის, დიდი პატივია ამ უზარმაზარი ქართველი ხელოვანის გამოფენაზე დასწრება.